დღეს აჭარის მუზეუმში ვიმყოფებით. ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსაცავი. თვითონ მუზეუმის ისტორია 1910 წლიდან იწყება და თავდაპირველად ეს საბავშვო მუზეუმი გახდა. ხოლო 1912 წელს მან დამოუკიდებელი სტატუსი მიიღო. მუზეუმის პირველი დირექტორი ნიკოლოზ გომანი გახლდათ. ხოლო შემდგომში დიდი ხნის მანძილზე მუზეუმს ბატონი ხარიტონ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა და დღეს მუზეუმი მის სახელს ატარებს. აჭარის მუზეუმი ეს დიდი გაერთიანებაა, რომელსაც გალბატონი თეონა ზოიძე ხელმძღვანელობს. აჭარის მუზეუმში სხვადასხვა ეპოქის ნიმუშებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. აქ შემოსვლისთანავე ნამთვალიერებელი ხედავს აჭარის რელიეფურ მაკეტს, რომელიც ცნობილი ქართველი გეოგრაფის ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დამზადდა. ამ მაკეტზე კარგად ჩანს აჭარის ტოპოგრაფია და ბუნებრივი მრავალფეროვნება. დღეს წარმოგიდგენთ ექსპონატს, რომელიც ბუნების ისტორიის ნაწილია. ეს გახლავთ მდინარე ძინძეს ხეობიდან განამარხებული ტყის ფრაგმენტი. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს გოდერძის ფლორად არის ცნობილი. რამდენადაც ეს გოდერძის უღელტეხილზეა აღმოჩენილი, დაახლოებით ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე და თარიღდება დაახლოებით 8-დან 6 მილიონ წლამდე. აქ მრავლადაა სხვადასხვა სუბტროპიკული მცენარეების ნაშთები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი დამარხულია ვულკანის აქტივობის შემდეგ. სხვა შორის, აქვე ცნობილია განამარხებული ძალიან ადრეული ვაზის ნიმუშიც. უნდა ითქვას, რომ ეს ნიმუშები დღეს საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ იმდროინდელი ფლორა და მთლიანად გარემო, რომელიც დიდად განსხვავდებოდა თანამედროვესაგან. თავმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 2000 მეტრის სიმაღლეზე სუბტროპიკული ტყეები იყო განვითარებული. დარწმუნებული ვარ, გოდერძის ფლორის და მისი მიდამოების კვლევა ძალიან ბევრ ახალ ინფორმაციას მოუტანს მსოფლიო მეცნიერებას.